პოლიტიკური წარსული, აწმყო და მომავალი, მიმოხილვა, ანალიტიკა, ექსპერტების შეფასებები აჭარის რადიოს ეთერში. ყოველ სამშაბათსა და შაბათს 19 საათზე ტატო ცეცხლაძის საავტორო პოლიტიკურ-ანალიტიკური გადაცემა ინდიკატორი. ეთერშია გადაცემა ინდიკატორი. ეთერშია გადაცემა ინდიკატორი, სტუდიაში მუშაობას ჟურნალისტი ტატო ცეცხლაძე, პოლიტოლოგი ნინო ჩხეტია და ხმის ოპერატორი ინგან არჩემაშვილი ვიწყებთ. დღეს ქალაქ ბათუმის მერმა ჯემალ ანანძემ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჩავლეიშვილის წერილობითი განცხადებით მიმართა და მერის პოსტიდან მისი განთავისუფლება მოითხოვა. ჯემალ ანანძემ ბათუმის მერად 2012 წლის 4 ოქტომბერს დაიწყო მუშაობა. მაშინ საკრებულომ 17 ხმით 5-ის წინააღმდეგ აირჩია ჯემალ ანანძე ბათუმის მერად. გასულ წელს ჯემალ ანანძე 9 თვის განმავლობაში იყო მერის მოადგილე, ხოლო 3 თვე ბათუმის მერი. პრემიის სახით მან 2012 წელს 20.150 ლარი აიღო. ნინო, მერის შესაძლო ცვლილებას რომ დაუბრუნდეთ, ანუ უშუალოდ ამ პრემიებზეც აუცილებლად შევეხებით, მაგრამ მერის ცვლილებას რომ დაუბრუნდეთ, როგორ ფიქრობთ, მართლაც ჯემალ ანანძეს გადაწყვეტილებაა ის, რომ მერის პოსტი დატოვოს? პირველ რიგში ვიტყვი, რომ როგორც ჩანს ბატონმა ჯემალმა გადაწყვიტა, რომ გარკვეული მოწყენილობა იყო ამ კუთხით და შეეცადა, რომ მოსახლეობა მეტნაკლებად გაეაქტიურებინა. რაც შეეხება ჯემალ ანანძის ნება რამდენად იყო თავისუფალი თქვა გამოხატული, ამაზე საუბარი ძალიან რთულია, მე ძალიან არ მიყვარს ადამიანებს გარკვეულწილად რაღაცა დავაკნინო ამ მიმართულებით, როდესაც ვერსიის დონეზე შეიძლება ახლა ამაზე საუბარი, ამიტომ ძალიან რთულია, როდესაც პიროვნებას გარკვეულწილად შეურაცხყოფელია ამაზე საუბარი. მე ვფიქრობ, რომ მისი სურვილით შესაძლებელია მეტნაკლებად გარკვეულწილად არსებობდა, იმიტომ რომ არ ვიცი ხა ის ცვლილებები პოლიტიკური რომელიც ქვეყანაში ხდება, აბსოლუტურად ბუნებრივად გასაგები და ასაქმელია ნებისმიერი მოქალაქისას. შესაბამისად, მასაც უნდა ესმოდეს ის აუცილებლობა, რაც ქალაქის წინაშე არის დამდგარი. მაგრამ ხშირად გვესმის, რომ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებენ ძალიან ბევრ უწყებებში, გამგეობებში და ასე შემდეგ. ეს არჩევნების შემდეგ რა თქმა უნდა. ანუ რთულია შეელიო მსგავს თანამდებობას, ფაქტია. არა, აბსოლუტურად გეთანხმებით, არა მხოლოდ რთულია შეელიო, არამედ შეიძლება აქ, როდესაც ესეთ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზეა საუბარი და ამ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დატოვებაზე საუბარი, ბუნებრივია აქ არსებობს ძალიან ბევრი ფაქტორი. მაგალითად, ახლა პირადად მე ძალიან ბევრს საუბრობდნენ იქ ოცნებინა რაღაც გარკვეულ ზეწოლაზე, რომელსაც მეტნაკლებად გამოვრიცხავ ამ ეტაპისთვის, იმიტომ რომ როგორ არის ისიც, რომ როდესაც ახალი პოლიტიკური ძალა მოდის, ვთქვათ, ხელისუფლებაში, ეს გარკვეული ექსტრემიზმია, ეს ზეწოლა ზემოქმედება არის პოლიტიკური ძალის მხრიდან გარკვეული ექსტრემიზმი, ხო და ამ ექსტრემიზმის ავლეს ისეთ პერიოდში, როდესაც აი გამარჯვების ეიფორიაში არის. ეხლა გავიდა გარკვეული პერიოდი, საკმაოდ დიდი ხანი არის. ემოციური ფონი საკმაოდ დიდი ხანია გასულია, უფრო მეტიც გარეგნულად ეხლა ჩვენ როგორად უყურებთ თელი ეს თვეების განმავლობაში, მათ ჰქონდა საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა. იმდენად ნორმალურია, შეიძლება ძალიან ისეთი უცნაურიც კი იყო, გარედან ესე ვთქვა დასანახად, ამიტომ ამ ოცნების მხრიდან გარკვეულ ზეწოლას გამორიცხავ. თუმცა არ გამოვრიცხავ იმ ფაქტორს, რომელიც მას შეიძლება ქონდეს, თქვათ, გარკვეულწილად აი ურთიერთდავალდებულების, ესე ვთქვათ, წესიდან გამომდინარე მის, ესე ვთქვათ, ყოფილ პოლიტიკურ სუბიექტთან. ახლა ის კი ამბობს, რომ მე არ ყოფილა ნაციონალური ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მას ესე კონკრეტულად თქვათ, მანდატი არ ქონდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, მაგრამ ის რომ ის წლების განმავლობაში ქალაქ ბათუმის მერიაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე იყო, რამდენადაც მე მახსოვს, მერის მოადგილეც იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მას აქვს გარკვეული ვალდებულებები, რა თქმა უნდა, ყოფილი პოლიტიკური სუბიექტის მიმართ. ამდენად მე ვფიქრობ, რომ ვიდრე დავითვლიდი ხმების რაოდენობას, თქვათ, რა შესაძლებლობა იქნებოდა, მე ვფიქრობდი უფრო პირველ საწყისზე, რომ მისი ეს გადაწყვეტილება უფრო წამოსული იყო არა ქართული ოცნების ზეწოლით, არამედ თვითონ ნაციონალური მოძრაობის გარკვეული გადაწყვეტილებით, იმიტომ რომ წინ მოდის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სულ რაღაც 8-9 თვე არის დარჩენილი პოლიტიკური ცხოვრებისთვის, ეს არის ძალიან ცოტა და ის ფონი, რომელიც ახლა არის პრაქტიკულად ქალაქ ბათუმში, არის შემდეგი, რომ ერთდროულად ნაციონალურ მოძრაობას და ქართული ოცნება წინაწილებს გარკვეულწილად პასუხისმგებლობას, არა? და მე ჩავთვალე, რომ ალბათ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მით უფრო რომ ძალიან სერიოზული სეზონი მოდის, ეს არის ტურისტული სეზონი ქალაქში, რომლის ქალაქის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკური პრინციპში მოდის სწორედ ტურისტულ, ესე რომ ვთქვათ, სეზონზე. ჩავთვალე, რომ უბრალოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში გადაწყვიტეს, რომ ამ პასუხისმგებლობისგან ერთი მხრივ თავი აერდებინათ, მეორე მხრივ თავიდან ბოლომდე დაეკისრებინათ პასუხისმგებლობა ქართული ოცნებისთვის, რომლისთვისაც ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ მერის წასვლა უკავშირდება უკვე ქვედა
დონეებზე, საკადრო გადაწყვეტილებებს და ძალიან ბევრ სირთულეს შექმნიდა ტურისტული სეზონისათვის. ამიტომ პირველ ნაწილში ამოს ფიქრობდი, თუმცა შემდეგ თუმცა არ არის გამორიცხული რომ ესეც იყოს. საკრებულოს წევრი ნუკრი დოლიძე ამბობს რომ იგი არ დაუჭერს მხარს მერის შეცვლას. ისევე როგორც ნუკრი დოლიძეს ფრაქციის წევრები, ანუ ის დეპუტატები, რომლებიც იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, თუმცა არჩევნების შემდეგ გახდნენ ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი დეპუტატები. როგორ ფიქრობ, ანუ შეიძლება თუ არა, რომ ერთგვარად არ შედის ხო ნაციონალური მოძრაობის ინტერესში ის, რომ მერმა დატოვოს თანამდებობა, რადგან მოყვება ქვედა დონეზე აბსოლუტური ცვლილება, რომელიც იყო ესეც ვითვალე, გუწფელად გეტყვი, აი რა არსებობს ხო რაღაცა ადმინისტრაციული რესურსი ვთქვათ, ხო, ის რომელიც მაგალითად გელა დეკანაძე მუშაობს ქალაქ ბათუმის მერიაში, ხო? ქვედა დონეებზე ეს ჩვეულებრივი ჩინოვნიკები რო არის, ეს ჩათვალეთ, რომ ეს არ არის ამ შემთხვევაში უკვე ნაციონალური მოძრაობის აქტივი. და ეს არ არის ნაციონალური მოძრაობის ადმინისტრაცია. იქ მთლიანობაში ეს პირობა, რატო შეიძლება ნაციონალურ მოძრაობას არ უნდოდეს, თქვა ჯემალ ალანიძის წასვლა, სულ რაღაც იქვა გასკდეს 20 ადამიანი შეიძლება იყოს, 2 ათეული ადამიანი, თქვა გელა დეკანაძე და ესეთი მართლა პარტიასთან მემიագրებული, ასოცირებული ადამიანები. სხვა მხრივ ნაციონალური მოძრაობისათვის მერიის რესურსი იმდენად აქტიური აღარ იქნება, როგორიც იყო თქვათ იგივე 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის. სწორედ ამიტომ ფიქრობდი, რომ მათთვის უკვე ქალაქ ბათუმის მერია იმდენად მომხიბვლელი არ არის, რამდენადაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა არის. ნაზიბურლა ქობულაძე ამბობს, რომ თავის ფრაქციასთან ერთად დაუჭერს მხარს ბათუმის მერის შეცვლას და ამბობს ასევე, რომ დიდი ხნის წინ უნდა წასულიყო ბათუმის მერი. დიახ. ხო, ამაში მეტნაკლებად თუ ეთანხმები, იცით რა არის, რომ ქალაქს აუცილებლად ჭირდება ცვლილებები. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც აქამდე როგორ იყო ხა ის ცვლილებები, რომელიც ყოფილმა მთავრობამ, ხელისუფლებამ და მათ შორის ბათუმის მერიამ შესთავაზა, იყო საკმაოდ ფართომასშტაბიანი, არა, მათ შორის ქალაქის გაფართოება და ბევრი სხვა რაღაცა. ნაწილი ინფრასტრუქტურული პროექტების მათი მხრიდან უკვე დასრულებულია და ვფიქრობ, რომ ქალაქ ბათუმს მისი განვითარებისთვის ჭირდება სრულიად ახალი ხედვა, ახალი, ესე ვთქვათ, პროგრამა, ამიტომ ამ ყველაფერს ჭირდება ბუნებრივია ახალი ადამიანები. ამაში ვერაფერს ისეთ განსაკუთრებულ ზოგადად მე იმ ადამიანების რისკს ვეკუთვნი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში ცვლილების მომხრე არის. როგორი ტიპის ცვლილებაც არ უნდა იყოს, თუ იქნება ის, ვთქვათ, ცუდი ცვლილება, აბსოლუტურად ბუნებრივია დადგება ასევე იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხიც, ხო? ჯემალ ანანიძემ დღეს მედიასთან განაცხადა, რომ თუ საკრებულო არ დააკმაყოფილებს მის გადაწყვეტილებას, მაშინ იგი გააგრძელებს მუშაობას, მაგრამ ჩატარდება მერიაში რეორგანიზაცია. ხომ არ არის ერთგვარად თანამდებობის შენარჩუნებაც მიზნით გაკეთებული ნაბიჯი? ხო, ეს კიდევ ეს განაცხადი თქვათ მოქმედი ბათუმის მერის ბუნებრივია რაღაცა კიდევ გარკვეულ ეჭვებს იწვევს. სავსებით შესაძლებელია, იმიტომ რომ აი მე ვთქვათ დაუბრუნდები იმ ნაწილს, როდესაც დავიწყე დათვლა უკვე საკრებულოს დეპუტატების, აღმოჩნდა რომ 12 ადამიანი არის საკრებულოს წევრი, საჭირო იმისათვის რომ მისი განცხადება დაკმაყოფილებული იქნეს, ხო? თუ მოქმედმა საკრებულოს თავმჯდომარემ ეს 12 ადამიანი ის ასე ვთქვათ პოვნა ვერ მოახერხა, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ზოგადად ქართული ოცნება განსაკუთრებით და საკრებულოს თავმჯდომარე სამწუხაროდ. არ არის გამორიცხული, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში და თავად ჯემალ ანანიძესაც უკვე ქონდა ამ კუთხით გარკვეულწილად წინასწარი, ესე რომ ვთქვათ, სამუშაოები ჩატარებული და მან გარკვეულწილად იცის კიდეც საკრებულოში არსებული პოზიცია კონკრეტულად მის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ამიტომ სრულებით არ არის გამორიცხული და არ გამოურიცხავ, რომ სამწუხაროდ ჯემალ ანანიძე გარკვეულწილად ამ თანამდებობას დარჩეს. ეს იცით რა შეიძლება, ანუ ხუთი იყო, სანამ არჩევნებამდე იყო 5 ოპოზიციონერი, ხო? საკრებულოში. აქედან ერთი ამბობს, რომ არ დაუჭერს მხარს, 4 დაუჭერს მხარს. გარდა ამისა, დამოუკიდებელი დეპუტატებზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობა არ დაუჭერს მხარს. დამოუკიდებელი დეპუტატებიდან დიდი ალბათობით არ დაუჭერს მხარს. ანუ არსებობს ესეთი ფორმულაც, რომ ვერ დაკმაყოფილდეს ბათუმის მერის მოთხოვნა და ბათუმის მერი დარჩეს უკვე ლეგიტიმურად და ქართული ოცნებისგან დატოვებული, ასე რომ ვთქვათ. მიმართა განცხადებით, გააქვთ საშუალება, რომ ეხლა გამანთავისუფლოთ მერობიდან, მაგრამ ვერ ანთავისუფლებს ფაქტიურად, ესე რომ ვთქვათ, ჩვენი დათვლით. თორე შესაძლოა საკრებულოს ხდომამ სხვა აჩვენოს, მაგრამ ხო, ამ 2 დღის განმავლობაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი ალბათ, იმიტომ რომ სავსებით შესაძლებელია, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ჯემალ ანანიძემ, ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობი, ესე იტყვიან ხოლმე, რომ კულუარებში გარკვეულწილად მზადდებოდა, ვთქვათ, ეს გადაწყვეტილება და ამიტომ არ არის აბსოლუტურად გამორიცხული, რომ მართლაც ესე იყოს.
ამიტომ ამ ორი დღის განმავლობაში გარკვეულწილად გამოიხატება პოზიცია. მე გეტყვით, რომ მაგალითად ახლა საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც წარმოადგენს კოალიცია ქართულ ოცნებას თვითმმართველ ორგანოში, გარკვეულწილად პოზიციას დღეს ვერ აფიქსირებდა და ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა. მე გეტყვით, რომ ჩემ პოზიციას გეტყვით უბრალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ ხნის განმავლობაში როგორც კი შეიცვალა საკრებულო, იმიტომ კი არა რომ თქვა ჯემალანიძე არის ძალიან ცუდი, თქვა მერი ან რაღაცა, იქიდან გამომდინარე რომ აუცილებელია ქალაქ ჭირდება ეს რომ თქვა ახალი სისხლი. უნდა დაწყებულიყო გარკვეულწილად კანდიდატების შერჩევა, მათ შორის ღია პრინციპი და მათ შორის გარკვეულწილად ასევე საჯაროდ გარკვეული დიალოგი იმ ადამიანებთან, ვინც დატოვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წამოვიდა დამოუკიდებელ კანდიდატებად, შექმნეს გარკვეული ფრაქციები, მათთან უნდა ყოფილიყო დიალოგი. აღმოჩნდა პირიქით, აღმოჩნდა ის, რომ არა ქართული ოცნება იყო მოწადინებული იმისთვის, რომ ქალაქ ბათუმის მერიაში გარკვეული ცვლილებები განხორციელებულიყო, არამედ ნაციონალური მოძრაობა აღმოჩნდა გარკვეულწილად სავარაუდოდ, მოდით ამ ორ დღეში ალბათ კიდევ უფრო უკეთესად გაირკვევა ყველაფერი, ეს რაღაცა ვერსიის დონეზე გამოგდის და მე ძალიან ვერიდები უკვე ამ ვერსიების ესე ვთქვათ ქვას, იმიტომ რომ მე მახსოვს სადღაც ერთი კვირის წინ თქვი, რომ ქალაქ ბათუმის მერი არ შეიცვლება თქო და გარკვეულწილად ჩემი პროგნოზი ამ ეტაპისთვის ცოტა ისეთ კითხვით ნიშნავს დადგა. აღმოჩნდა, რომ ნაციონალური მოძრაობა გარკვეულწილად უფრო მზად აღმოჩნდა შიგნით უკულუარულ დონეზე გარკვეულწილად შეეფასებინა თავის შესაძლებლობები და მერის კანდიდატის დატოვება. თუმცა მერის განცხადებას რომ მიუბრუნდეთ, ანუ მერი ამბობს, რომ ჩაატარებს რეორგანიზაციას. ეს ერთგვარად ხომ არ არის ის, რომ ასიამონოს ახალ ხელისუფლებას იგივე იმ ანუ იყო გვახსოვს ახლა თითო მეც და შენს გვახსოვს, ალბათ რადიოს რომელსაც ახსოვს არჩევნების შემდეგ, როდესაც ქართული ოცნების ამომრჩევლები მივიდნენ კოალიციის წარმომადგენლებთან და მოთხოვეს სამუშაო, დაპირებული სამუშაო, მაშინ უთხრეს, რომ ბათუმის მერიაში როცა შეიცვლებოდა სიტუაცია, დაასახლებდნენ მერიაში. ანუ შესაძლოა არის თუ არა, რომ ბათუმის მერმა ამ შემთხვევაში დაიჭიროს ერთგვარად კოალიციის პოზიცია და ჩაატაროს რეორგანიზაცია, რის მიხედვითაც ამის შემდეგაც მიიღებს უკვე სამუშაოდ ქართული ოცნება. ეს ვერსიაც არ არის ბუნებრივია გამოსარიცხი ამ ვითარებაში, სავსებით შესაძლებელია, რომ ინდივიდუალურ დონეზე გარკვეული ნდობა მოიპოვა ქართული ოცნების კოალიციაში ინდივიდუალურ დონეზე ჯემალანანიძემ და ჯემალანანიძე თავის მხრივ არის მზად იმისთვის, რომ შეინარჩუნოს თავი თანამდებობა და აკმაყოფილოს ყველა ის მოთხოვნა, რასაც კოალიცია ისე ვთქვათ უყენებს მას, ამიტომ არც ეს არის გამორიცხული. და მაშინ ამ ნაწილში გადაცემის ამ ნაწილში მექნება ბოლო კითხვა, რატომ უნდა შეიცვალოს ან არ შეიცვალოს ბათუმის მერი? ბათუმის მერი მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა შეიცვალოს არა რაღაც ესეთი განსაკუთრებული პოლიტიკური ამოცანების გამო, როგორადაც ამბობენ, რომ აი ხელისუფლება შეიცვალა ცენტრალური, მე ძალიან არ მიყვარს ეს სამწუხარო ტენდენცია არის ჩვენთან, რომ ცენტრალური ხელისუფლების ეს როგორ ცვლა მუდმივად არის დაკავშირებული ადგილობრივ ხელისუფლებებთან, ბუნებრივია რა თქმა უნდა ამ საფუძველს მთლიანად გამოვრიცხავ, უბრალოდ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპისათვის ის რა პოლიტიკაც ქონდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ქალაქთა მიმართებაში იყო კარგი, ცუდი იყო, გარკვეული ესე რომ ვთქვათ, შედეგები არის უკვე მიღწეული და აუცილებელია რომ ხელახალი ესე რომ ვთქვათ, ხელახალი ხედვა დაიდოს ქალაქის განვითარებისათვის, უბრალოდ ეს არის ჩემი გარკვეულწილად თუმცა გვახსოვს ამ გადაცემის ეთერში მერობის ერთ-ერთი კანდიდატმა ბატონ აკაკიძინაძემ განაცხადა, რომ მას კი აქვს შეთავაზება ბიძინა ივანიშვილისგან რომ გახდეს ბათუმის მერი, თუმცა ეშინია. ხო, იცით რა არის? ერთი რაღაცა უნდა მე არა ვარ მომხრე საკადრო პოლიტიკის ისეთი, როგორც ხდებოდა აქამდე. ანუ მიდიოდა ადამიანები და ამბობდნენ, იცი რა, სამი თვე მე მჭირდება იმისთვის, რომ კარგად გავერკვიო. მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნების ერთ-ერთი პრობლემა მერთან დაკავშირებული არის იყოს ის, რომ მათ უბრალოდ ვერაფრით ვერ იპოვეს კადრი, რომელიც ბათუმის მერიაში იქნებოდა ეს ვთქვათ ადეკვატური თავის შესაძლებლობებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე. ამიტომ არც ეს არის ვთქვათ გამორიცხული და ეს იყოს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და არგუმენტი ქართული ოცნებიდან, რომ რაღაცნაირად ჩამოეკიდონ ჯემალანანიძეს შეინარჩუნონ ადამიანი, რომელსაც გარკვეული გამოცდილება მაინც აქვს ამ მიმართულებით. კი ბატონო, ეთერში რამდენიმე წუთში ბათუმის ყოფილ მერთან, საქართველოს ყოფილ ელჩთან საბერძნეთში გიორგი თავართქილაძესთან ერთად დაგიბრუნდებით, დაგველოდეთ. თავარი ის კი არ არის თუ რომელ ფეხზე აღდგება. თავარია ის თუ როგორი განწყობით დაიწყებ დილას. მომართეთ თქვენი რადიო ჩვენ სიხშირეზე და დაიმუხდეთ განწყობის გენერატორის მეშვეობით. ყოველ სამუშაო დღეს დილის 9 საათიდან 11 საათამდე რადიო აჭერა გთავაზობთ თქვენი განწყობის სრულიად უსასყიდლო დამუხტვას. გენერატორის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფენ განწყობის სტაჟიანი თეორეტიკოსები. მომართე შენი რადიო და დაიმუხდე პოზიტივი. ყოველ დილით 9 საათიდან განწყობის გენერატორი ჩართულია FM 104.5-ზე. ყოველ პარასკევს 18 საათსა და 10 წუთზე რადიო აჭარის ეთერშია საავტორო გადაცემა საუბრები მაკა ივანიშვილთან ერთად.
ვსაუბრობთ თქვენთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე სტუდიაში მოწვეულ სტუმრებთან ერთად. FM 104.5. დაპირთული კვირა გქონდა? ესე იგი, კარგი დასვენება გჭირდება. მომართე რადიო მიმღები 104.5-ზე და შეიქმნი ვიკენდისთვის შესაფერისი განწყობა. დილიდან. ყოველ შაბათ-კვირას 10-დან 12 საათამდე. გადაცემაში ვიკენდის დილა. პოლიტიკური წარსული, აწმყო და მომავალი, მიმოხილვა, ანალიტიკა, ექსპერტების შეფასებები აჭარის რადიოს ეთერში. ყოველ სამშაბათსა და შაბათს 19 საათზე ტატო ცეცხლაძის საავტორო პოლიტიკურ-ანალიტიკური გადაცემა ინდიკატორი. ეთერშია გადაცემა ინდიკატორი. ეთერში პაუზის შემდეგ ბრუნდებით, ეს არის გადაცემა ინდიკატორი, პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი ტატო ცეცხლაძე, პოლიტოლოგი ნინო ჩხეტია და ხმის ოპერატორი ინგან არჩემაშვილი მუშაობთ. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ დაარეკოთ ტელეფონის ნომერზე 27 43 91 დაუსვათ კითხვა სტუმარს, ან დააფიქსიროთ თქვენი აზრი. გადაცემის სტუმარია ბათუმის მერი 2006-7 წლებში, საბერძნეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ოღონდ აქაც უკვე ყოფილი. მოგეთ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ბატონი ირაკლი თავარდქილაძე არის ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბატონო ირაკლი. მოგესალმებით, მიესალმებით ჩვენს რადიო მსმენელს. ბატონო ირაკლი, დღეს Google-ში ვეძებდი ინფორმაციას თქვენ შესახებ და უბრალოდ პირველი რაც კი Google-მა აჩვენა, ეს იყო თქვენი დეკლარაცია ელჩობის პერიოდში და თქვენი ანაზღაურება 83,000 евро წლიური 2012 წლის დეკლარაციაზე საუბარი. მოგეთ შედარებით ნაკლები ანაზღაურება, თუმცა ბათუმის ფონზე საკმაოდ კარგი ანაზღაურება იყო თქვენი მერად ყოფნის დროს. მაშინ თქვენ დატოვეთ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე. როგორ ფიქრობთ, ანუ დღეს კიდევ ერთხელ ანუ ბათუმის მერმა, კიდევ ერთ მერმა მიმართა განცხადებით საკრებულოს თანამდებობის დატოვების მოთხოვნით. რამდენად რეალური არის, რომ ეს ადამიანებმა დატოვონ თანამდებობა მაშინ როცა არ აქვთ არჩევანი. თქვენ მაშინ ვიდიოდით ელჩად და სწორედ ამიტომ დატოვეთ, ხო? ეხლა როგორ ფიქრობთ, ანუ რეალური არის ის, რაცაც აკეთებს ბატონი ჯემალი, ანუ არის ეს მისი პირადი გადაწყვეტილება? იცით, მე ვერ ვიქნები აბსოლუტური ბატონ ჯემალის გადაწყვეტილებებში, რათა შევაფასო ეს არის მისი პირადი საქმე. მე არ ვარ ჩახედული კულუარული ინფორმაციაში რა გადაწყვეტილება მიიღო ბატონო ჯემალმა პირადად ვისთან შეთანხმებით საკრებულოს წევრებთან შეთანხმებით, ამდენად გამიჭირდება ზუსტი დასკვნის დადება, ასე ვთქვათ, თუ რამ გამოიწვია ეს გადაწყვეტილება, მაგრამ პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ყოველი ადამიანის ცხოვრებაში, რაც არ უნდა თანამდებობაზე მუშაობდეს, დგება ცხოვრებაში გადაწყვეტილების მიღების ჟამი, როდესაც შენ ფიქრობ, რომ რაღაც თანამდებობაზე იმ მომენტისთვის შენ ამოწურე შენი შესაძლებლობები, ან შენს იმ თანამდებობაზე დარჩენას შეიძლება სხვა არასასიამოვნო შედეგები მოყვეს შენს პირად ცხოვრებაში და იღებ გადაწყვეტილებას რაღაც სხვა სიახლე შეიტანოს შენ ცხოვრებაში, თუნდაც გადახვიდეს სხვა თანამდებობაზე, საერთო წახვიდეს საჯარო სამსახურიდან, ან სხვა ცხოვრებისეულ საჯარო სფეროში გააგრძელოს შენი მოღვაწეობა. ამდენად ცოტა ჩემი მხრივ რთული იქნება სწორი დასკვნების გამოტანა, რაც არ უნდა თქვენს იქნება მხოლოდ ვარაუდები, და ვარაუდებისა და ჭორების დონეზე შემოვიფარგლოთ დღეს. თუმცა როგორ ფიქრობთ, დააკმაყოფილებს თუ არა საკრებულო ამ გადაწყვეტილებას? მე დარწმუნებული ვარ და მე უსმენდი წინა გამოსვლელებს, ექსპერტებსაც და მე დარწმუნებული ვარ, რომ საკრებულო ამას არ დააკმაყოფილებს. თუ ვერ? ეს ვერ არ ეს ისეთი საკითხია რინგზე ბოქსში ვინ მოერევა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყოველ შემთხვევაში და ეს ახლა როგორც რეგიონში პოლიტიკური პროცესების ესეთი გულშემატკივარი და მიმდევარი შემიძლია ამის სრული მკაფიო დასკვნა გამოვიტანო. ხო, ვისი ძალით დარჩება, როგორი პროცესები განვითარდება, მაგრამ მე ამაში დარწმუნებული ვარ, ბატონ ჯემალი შეინარჩუნებს თანამდებობას. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა და ბატონო ირაკლი, ან თქვენ დღეს გადაცემაში მოგიწვიეთ საქართველოს პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით, ანუ ნატო, რუსეთი თუ საით მივდივართ. ზოგადად და რომ დავიწყოთ საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით, დღევანდელი პოლიტიკური რეალობა როგორი არის, საით მიდის საქართველოს მთავრობა პოლიტიკური ორიენტაციის მხრივ? საერთოდ ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები, საერთოდ ბოლო 1 წელიწადია წინა საარჩევნო არჩევნების შემდეგ მე ვიტყოდი, რომ საკმაოდ რთული სიტუაცია და საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე დგას საქართველო. რაც შეეხება ქვეყნის პოლიტიკური კურსის წარმმართველი, როგორც ვიცით, არის ყოველთვის ხელისუფლება, არსებული ხელისუფლება,
პარლამენტით, აღმასრულებელი ხელისუფლებით და საკანონმდებლო ხელისუფლებით. მე ვიტყოდი, რომ თვით ხელისუფლებაში ამ მიმართულებით არის ორაზროვანი დამოკიდებულება. არის ჯგუფები, რომელიც ერთგული რჩება ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულებისა, რასაც ქვია ევროკავშირისკენ სწრაფვა და სურვილი განაცხადი დეკლარირება იმისა, რომ საქართველო გახდეს ნატოს სრულფასოვანი წევრი და რა თქმა უნდა არის ადამიანთა ჯგუფი, როგორც ქვეყნის პარლამენტში, ქვეყნის ხელისუფლებაში, ასევე რეგიონალურ დონეზე, ასევე ოპოზიციურ სპექტრშიც, იქაც მრავალფეროვნება, რომელიც კვლავ ერთგული რჩება დარჩეს ერთგული და რუსული ორიენტირისა. რუსული ორიენტირისა დარჩეს ერთგული რუსეთთან ურთიერთობის დალაგებისა, ამის რა თქმა უნდა, ყველა მივესალმებით რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, მაგრამ რის ფასად? რა მსხვერპლზე უნდა წავიდეს საქართველო, რათა შეინარჩუნოს ურთიერთობა რუსეთთან. სამწუხაროდ ეს ვექტორი არის გახლეჩილი, ჩვენ ხედავთ, რომ არის პროდასავლური ფლანგი, რომელთანაც მე ვიტყოდი, რომ საკმაოდ დაკომპლექტებულია ბევრი ჩემი ყოფილი კოლეგით, პოლიტოლოგებით, პოლიტიკოსებით და მე მივესალმები მათ ამ პოლიტიკურ მრწამს, მე მივესალმე ასევე პარლამენტის თავმჯდომარის განაცხადს ამ ბოლოდროინდელ მოვლენებზე, რაც შეეხება საქართველოს სტატუსს ნატოს აისავის ოპერაციაში მონაწილეობაზე, მაგრამ რა თქმა უნდა არის ძალა ისევ უმრავლესობაშიც, რომელიც პირიქით მხარს უჭერს ევრო და ევროკავშირისკენ და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ უფრო ურთიერთობის შერბილებას, რის ხარჯად გონიათ, რომ ამით რუსეთთან დაათმობენ ურთიერთობას, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ეს შედეგს ვერ იღებს ხოლმე და ამის ფაქტები ხშირია ჩვენს. წინასაარჩევნოდ ხშირად გვესმოდა იგივე ტელე ეკრანიდან, რომ თუკი ქართული ოცნება გაიმარჯვებდა არჩევნებში, ამის შემდეგ ან რუსეთი ფაქტიურად რუსეთის შემადგენლობაში გადავიდოდნენ რაღაც, ან ძალიან ბევრი ვარაუდები იყო მასში გამოთქმული. არის თუ არა რეალურად საფრთხე იმისა, ანუ არჩევნების შემდეგ რამდენი 8 თვის განმავლობაში, რომ რუსეთთან მიმართებაში ჩვენ უკვე დაუშვით იმდენი შეცდომა, რომ ანუ ატლანტიკური ინტეგრაციას გადაესვა ხაზი ერთგვარად. მე ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოს ინსპირირებას და სურვილს გაერთიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, კონკრეტულად ნატოზე რადგან ვსაუბრობთ, ამას ვერ დაგეთანხმებით, რომ ხაზი გადაესვა, რადგან ყველა უმაღლესი დონის განცხადება ცხადყოფს იმაზე დაწყებული ბუქარესტის სამიტიდან დამთავრებული დღევანდელი გენერალ-მდივანი რასმუსენი დამთავრებული ყველა პოლიტიკოსი, ვისაც კი რაიმე თანამდებობა უკავია ნატოსთან, ყველა ერთმანეთ აღიარებს, რომ საქართველო კვლავ რჩება ასპირანტი ქვეყანა ნატოში გაწევრიანებისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა, ხშირად ჩვენ ქართველები სულ სწრაფი ერი ვართ, ყოველთვის გვინდა ყველანაირი გადაწყვეტილება მიღებული იქნას ძალიან სწრაფად და გვინდა რომ შედეგი დადებულ იქნას, თუნდაც ჩვენი თანამონაწილეობის გარეშე და ჩვენი მცირეოდენი მსხვერპლის გარეშე ლანგარზე. ეს არის პროცესი საკმაოდ რთული, ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ გამოიარა საკმაოდ რთული პროცესი, მტკივნეული რეფორმების, ეკონომიური აღმავლობის, დემოკრატიის გაუმჯობესების, საზოგადოების ჩამოყალიბების, რის შემდეგაც ისინი ხდებოდნენ ნატოს წევრი. ჩვენ უბრალოდ გვინდა რომ მიუხედავად ჩვენი ორაზროვანი დამოკიდებულებისა სხვადასხვა საკითხებისადმი, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილად დემოკრატიული. ჩვენ ხშირად ვადანაშაულეთ წინა ხელისუფლებას თუ ახალ ხელისუფლებას თუ მნიშვნელობა აქვს მომავალ ხელისუფლებასაც დავადანაშაულებთ და გონია რომ ისინი არიან გარანტორი დემოკრატიისა. დემოკრატიას განსაზღვრავს მოქალაქეები, დემოკრატიას განსაზღვრავს საზოგადოება და მე ვიტყოდი რომ ნატოს შესასვლელად და საერთოდ ევროკავშირის შესასვლელად პირველ რიგში არ არის მზად საზოგადოება და ეს კიდევ ერთხელ დააგვანახა მიმდინარე თვეს, წინა თვეს მიმდინარე მოვლენებმა საქართველოში დედაქალაქში. საზოგადოება ჯერ კიდევ არის აგრესიული, საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის პირველყოფილი წყობილებისთვის დამახასიათებელი გამოვლინებები. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა აისახება ჩვენს ინტეგრაციაზე, როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში. ასევე აუცილებელი წინაპირობა ნატოსა და ევროკავშირის რომელ გააჩნიათ კონკრეტულად ნაწილზე, იმიტომ რომ აქამდე ძალიან ბევრჯერ მომისმენია შუა საუკუნეები და მეტაკლებად ამ მოსაზრებას ვიზიარებ, ხა პირველყოფილი და ანტიკური ცოტა ისეთი ეს შეიძლება ისტორიული შეხედულებები არის, საერთოდ ადამიანების გასამართლების განჟის ფორმებზე. ჩვენ საუბრობთ ფორმებზე. ნაკლები ხო არ არის რეფორმების განხორციელებაში, განსაკუთრებით დემოკრატიული პრინციპების მიმართულებით. რა თქმა უნდა, ხელისუფლების ლომის წვლილი რა თქმა უნდა, ხელისუფლებას
მიუძღვის ლომისვლილი ყველანაირ დემოკრატიულ რეფორმაში, მაგრამ მე ვფიქრობ, ქვეყანა არის გარდამავალ პერიოდში ამ შემთხვევაში პოლიტიკური, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დემოკრატია ეს არ არის მოხვეული. დემოკრატია არის ადამიანის სულში. დემოკრატია არის ადამიანის შინაგანი თავისუფლების გამოხატულება. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ, რომ თუნდაც იგივე ბოლო დროს თუნდაც ავღანეთის ამბების შემდეგ ჩვენ ხედავთ, რომ 15 წუთში, როგორც კი ავღანეთში ჩვენ გავიგეთ ეს ტრაგიკული ინფორმაციები, საქართველოში სოკოსავით მომრავლდა ადამიანთა ჯგუფები, რომლებმაც დაიწყეს საქართველოს კრიტიკა, ჩვენი მეომრების კრიტიკა, რომელიც სოფლიო მშვიდობას იცავს ავღანეთში, მათი კრიტიკა და იმ წუთასვე მოითხოვეს პრეზიდენტი მოვიდა საარჩევნო კამპანიით ზუსტად იმ მოთხოვნით და იმ პირობის ისე ვთქვათ შესრულებით, რაც ეხებოდა აისაპის ოპერაციაში ფრანგული შენარჩუნების გამოყენება. შეგახსენებთ 2 თვის წინ ზუსტად 5 ტელევიზია ფრანგული პირდაპირ ეთერში აჩვენებდა აი იმ ყველაფერს, როგორ ალაგებდნენ ფრანგი ჯარისკაცები და მოდიოდა, ამიტომ ძალიან უგაგუკვირდება თუ იქნება საზოგადოებაში ეს მოთხოვნა. აქ არის მხოლოდ ერთი ძალიან არსობრივი განსხვავება, თქვენ თუ დააკვირდებით, შეიძლება ეს დეკლარირებულად არ არის, მაგრამ ყოველი ადამიანი, ვინც გამოდის ნატოსა და ევროკავშირის წინააღმდეგ, საერთოდ პროდასავლური კულტურის წინააღმდეგ, ამერიკის წინააღმდეგ, ეს ადამიანები ავტომატურ რეჟიმში ყოველთვის აყენებენ ურთიერთობას რუსეთთან. და რუსეთის ვექტორზე დაბრუნება მე მახსენებს ებრაელი ერის ისტორიას, რომელიც როდესაც მოსემ ეგვიპტიდან გამოიყვანა, ისინი 40 წლის განმავლობაში მოსეს ეხვეწებოდნენ, რომ ეგვიპტეში დაგვებრუნებია. ზუსტად ჩვენ ვართ ზუსტად ამ პერიოდში 40 წლის პერიოდი არ გაგვივლია ჯერ თავისუფლების და ჩვენ თითოეული ადამიანი, ვინც დღეს ითხოვს, რომ რუსეთთან, რუსულ ვექტორზე დაბრუნებას, ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც იმ მდგომარეობაში ითხოვს. ძალიან მცირე ჯგუფია და ეს მანდამაინც დაუკავშირებთ ახლა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მართლა ითხოვდა აისაპის ოპერაციაში ქართული ჯარების მონაწილეობის ეს როგორ შემცირებას, იმიტომ რომ თავის დროზე საკმაოდ არარაციონალური გადაწყვეტილება იქნა მონაწილეობის რაოდენობასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ ძირითადი მიზეზი საზოგადოების ეს როგორ უკმაყოფილებისა უფრო ამით არის გამოწვეული და არა იმით, რომ ვინმეს ახლა განსაკუთრებულად რუსულ ვექტორზე ყოფნა უნდა. თუ რამ მაგრამ მე უბრალოდ თანხმედრაზე გითხარით, რომ ზუსტად ადამიანები ყოველთვის თუ დააკვირდებით, ადამიანები ის ჯგუფი, რომელიც ითხოვს საქართველოს ასე ვთქვათ, შერბილებას ნატოსთან ურთიერთობის, ქართული საქართველოს ნატოს ურთიერთობის შერბილებას, ის ადამიანები, ის პოლიტიკოსები, თქვენ გადახედეთ პოლიტიკურ სპექტრს, არის ის ხალხი, ვის შეეძლება პუტინის წინაშე კეკლუცობა დაიწყოს. ანუ ისაც შეუძლია 9 მაისს 2008 წლის შემდეგ სულ რამოდენიმე თვეში გადააბიჯოს ქართველი მეომრების საფლავებს და ჩავიდეს და მემორიალი გახსნას რუსეთში. ეს ვინც ფაქტი არის, რომ ქვეყანაში არის ორი ძალა. ქვეყანაში ორი მიმართულების პოლიტიკური აზროვნების ადამიანები არ დავარქმევდი ძალას. ერთი, რომელიც ერთგული რჩება საქართველოს ევროატლანტიკური ინსპირაციისა და მეორე, რომელსაც გონია, რომ საქართველოს ხსნა კვლავ რუსეთშია. ბატონო ირაკლი, კითხვა მექნება სწორედ ამასთან დაკავშირებით, ანუ გამოკითხვები, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოში, NDI იქნება AIRA თუ სხვა ორგანიზაციები, გვახსოვს, ჩვენ წლების წინ უფრო მეტი იყო იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ითხოვდნენ ნატოში ინტეგრაციას, რომლებიც ემხრობოდნენ, თუმცა წლების განმავლობაში შემდეგ იკლო. იყო ძალიან აქტიური PR-ი წინა ხელისუფლების დროს იმაზე, რომ ნატოში ინტეგრაცია ჩვენ გადაგვარჩენს როგორც ერთს. ამ შემთხვევაში, ანუ დღესდღეობით ამაზე საუბარი უკვე ნაკლებად არის, განსაკუთრებით ტელეეკრანიდან არის ძალიან ნაკლებად საუბარი იმაზე, რომ ნატო ჩვენ გვჭირდება. ხო არ ფიქრობთ, რომ ეს PR-ის გავლენა იყო ის, რომ ადამიანები უფრო მოტივირებულები იყვნენ, უფრო მეტად აფიქსირებდნენ იმას, რომ ჭირდებოდა ნატო საქართველოს და დღესდღეობით ეხა გაურკვეველია რეალურად. ბოლო გამოკითხვები აღარც მინახავს მე პირადად ეხა, რომ ბოლო გამოკითხვები რასაც ჩვენებს რუსეთი თუ ნატო. მე ვიტყოდი, რომ საერთოდ PR-ი არის ადამიანების ინფორმირება. PR-ი არის ნაწილი იმისა, რომ ადამიანებში შევიტანოთ ინფორმაცია თუ რა არის ნატო და რა შედეგი მოაქვს და რა სიკეთე არის ნატოში და საერთოდ ევროკავშირზე ჩვენს საერთოდ ორიენტირებში, რომელიც ქვეყანამ დეკლარირებულად უკვე ბოლო 10 წლეულებია განაცხადა, რაც არის ევროკავშირი, ნატო და ატლანტიკური ურთიერთობა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასე სხვა ცივილურ სამყაროსთან. საერთოდ ტერმინის დაყენება თემად, რომ ნატო გადაგვარჩენს, ისევე როგორც თუნდაც 250 წლის წინ გეორგიევსკის ტრაქტატისას, რომ რუსეთი გადაგვარჩენდა, საერთოდ მე ყოველთვის ჩვენი გადარჩენა უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავში. საკუთარი მონდომების გარეშე, საკუთარი ძალისხმევის გარეშე, ვერცერთი სხვა მოხვეული ძალა, თუნდაც ეს იყოს ევროკავშირი, თუნდაც ეს იყოს ნატო, ვერავინ ჩვენს მაგივრად საქმეს ვერ გააკეთებს. სამწუხაროდ ქართველები არ ვიცი რას დაუბრალდა ეს, ალბათ უფრო კომუნისტურ რეჟიმს, 60 წლიან რეჟიმს,
ქართველი ერი გადაგვაგვარა, გადაგვაჩვია საერთოდ შრომას, საერთოდ გადავეჩვიეთ საკუთარ პასუხისმგებლობის აღებას, პიროვნული პასუხისმგებლობების აღებას და ყოველთვის ჩვენს უბედურებას ვცდილობთ, რომ გადაუბრალოთ ან სხვა პიროვნებას, ან სხვა პოლიტიკურ ძალას, ან მთავრობას, ან მოხვეულ რაღაც გარე ძალას, ეს იქნება რუსეთი, ეს იქნება ევროკავშირი, ნატო თუ სხვა ჩვენი მეზობელი ქვეყანა. მე ვიტყოდი, რომ თითოეული ჩვენი ქვეყნის წინსვლა დამოკიდებული თითოეულ ჩვენთაგანის პიროვნულ პირველ რიგში თავისუფლებაზე, პიროვნულ გადაწყვეტილებაზე და იმ ძალისხმევაზე, რომელიც თითოეული ჩვენთაგანი ჩადებს ჩვენი ქვეყნის აღშენებლობაში. და საზოგადოება რამდენად არის მზად, რომ დღეს ნატოში გაწევრიანდეს საქართველო? მე მაგით ვთქვი, რომ სამწუხაროდ 70 წლიანმა ამ ნიჰილისტურ ქვეყანაში ცხოვრებამ, ამ საკმაოდ დეგრადირებულ ქვეყანაში ცხოვრებამ ძალიან დიდი ნაწილი, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი, განსაკუთრებით იმ თაობის ადამიანები, რომელიც დაიბადა საბჭოთა კავშირში, რომელიც განათლება მიიღო, შემდეგ ჩამოყალიბდნენ საზოგადოების წევრებად, უმრავლესობა მაინც რჩება იმ მენტალობაში. რა თქმა უნდა, საზოგადოების ინფორმირებულობა აუცილებელია, რათა მოხდეს მომზადება საზოგადოებისთვის, რათა ქვეყანა გაერთიანდეს ნატოში. ნატო პირველ რიგში არ არის ყველას წარმოუდგენელი, ნატო არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია, თავდაცვითი რაღაც მონსტრი, რომელიც მხოლოდ ტანკებზე არის დაფუძნებული. ნატოს დაფუძნებისა შეიძლება და მაშინ მოგეხსენებათ იყო ცივი ომის პერიოდი, სულ სხვა რეალობაში ცხოვრობდი და ნატო მართლაც იყო სამხედრო გაერთიანება, რომელიც საერთო მტერს ისახავდა საბჭოთა კავშირის სახით, მაგრამ დღევანდელობაში ნატო არის ერთი რეფორმატორი ორგანიზაცია, რომელსაც ქვეყნებში შეაქვს რეფორმები, თავისუფლება და მათ შორის ქვეყნის ბრძოლის უნარიანობასაც განსაზღვრავს. და ძალიან მოკლედ რომ უპასუხოთ ნინო, შენც რომ უპასუხო და ბატონი ირაკლიმაც, რამდენად რეალური არის ნატოში ინტეგრაცია ჩვენი? და მე გადავიდეთ ერთ-ერთი თემა არის კიდევ. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი არის, ჩვენ ცოტა ისეთი უცნაური გამოგვივიდა საუბარი რაღაც პათეტიკურ ემოციურ ნაწილს საუბრობდით. საქართველოს მე აბსოლუტურად ვეთანხმები ერთ ნაწილში, რომ რაღაც აუცილებელი რეფორმები არის ჩვენს მიერ გასატარებელი, იმიტომ რომ ძირითადად ჩვენი გარკვეულწილად მოთხოვნა ნატოს მისამართით არის დაახლოებით ისეთ პრიმიტიულ დონეზე, რომ თქვა პური მაგ ყველი მომეც. ეს არის ომხრივი მოძრაობა და ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ. მე წინას რო თქვა ჩვენ შეხვედრაზე გავხსენე 2012 წლის 10 მაისის სენატის საერთაშორისო კომიტეტზე გორდონის თქმა, რომ ამერიკა არ არის განაცხადი, რომ ამერიკა არ არის მზად, რომ დღეს ისაუბროს საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე. მიზეზი გარკვეულწილად ამ პროცესში შეჩერების ძალიან მძიმე იყო ზოგადად ბუხარეთის სამიტი. პრაქტიკულად ჩვენ ვართ ისეთ როგორ მდგომარეობაში, ჩვენ დღესაც ველოდებით მეფს სამოქმედო გეგმას. აი 5 წელი ვართ პრაქტიკულად ამ რეჟიმში, ჩვენ ძალიან მძიმე შედეგი გამოიწვია ზოგადად ბუხარეთის სამიტმა. სავარაუდოდ ყველა დიდი რაც შეიძლება ჩვენ ამ სამიტზე მივიღოთ არის ზუსტად მეპი რაც შეეხება გაწევრიანებას. მე გულწრფელად გეტყვით განსხვავებით აი ნაწილისა, ვისაც ჩვენ მიგვამაგრეს ნაკლებად ველოდები, ვთქვათ მაკედონიას, ჩერნოგორიას და ამ ქვეყნებთან მიმართებაში. და ეს პოლიტიკა გარკვეულწილად შეანელა ობამას ადმინისტრაციას. მე ლენტარულზე ვკითხულობდი ბატონი მაკფოლი, რომელიც ჩვენზე ძალიან აქტიურად მუშაობდა ვეტო საკითხებთან დაკავშირებით. მაკფოლმა თქვა, რომ პირდაპირ დაგვევალაო ამერიკის ადმინისტრაციამ ობამას არჩევის შემდეგოთ ერთი საქმიდან წამოვიდა დავალება, რომ გარკვეული ანალიზი გაგაკეთებინა რუსეთთან ურთიერთობაშიო. აღმოჩნდა, რომ ისინი კვლავ გადაწყვიტეს, ჩვენ ესე გადავწყვიტეთ, რომ ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში იქნება ზუსტად იგივე ხარისხის, ანუ ამას უძახიან ამერიკელები, როგორ გითხრათ, აი მაგალითად რეიგანის მიმართებაში ჰქონდათ რევიზიონისტული დამოკიდებულება, ანუ შედარებით რბილი ესე რომ ვთქვა დამოკიდებულება ინტერესის, საერთო ინტერესების პოვნის ესე რომ ვთქვა წერტილების პოვნის რეჟიმში. მთლიანობაში მე პირდაპირ გეტყვით, რომ აი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ჩვენ გვექნება ნატოში გაწევრიანებისთვის, ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. აი ჩვენ არ ვეუბნებით ჩვენ საზოგადოებას ყველაზე მთავარს. აი ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად მოვატყუოთ, რაღაცა კიდე შევქმნათ ილუზიები. აბსოლუტურად ყველა ამერიკელი ექსპერტი, აი მე შემიძლია ჩამოვთვალო ჰაიფი, მაგალითად მაინცე, რომელიც პოლიტოლოგი არის გერმანიაში ისრულებები, რაც მოხდება, მერკელი კვლავ დარჩება ხელისუფლებაში. საფრანგეთი პრაქტიკულად მთლიანად გამოირიცხა საგარეო მიმართულებით. აი ჩვენ მახსენდება მე შირაკი, მახსენდება ვთქვათ მიტერანი, რომელიც ძალიან სარკოზი, რომელიც ჩვენთან აი მადლეობის მეტი არაფერი არ გვეთქმის, რომელიც საგარეო მიმართულებით ძალიან აქტიური იყო, ლან საერთოდ არაპირებს ევროზონაში არის დარჩენილი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენთვის ამ მიმართულებით არსებითად არაფერი არ შეიძლება, გარდა იმისა, რომ ალბათ მივიღებთ სავარაუდოდ ძალიან კმაყოფილი ვიქნები, მეც თუ მივიღებთ. სულად გეთანხმებით, საერთოდ საგარეო პოლიტიკა მთელ მსოფლიოში რაღაც გადახალისება მოხდა პრიორიტეტების, მაგრამ ზუსტად მე ვრჩები იმ აზრის ერთგული, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევანელოთ, მოვარბილოთ ურთიერთობები, ჩვენ პირიქით კვლავ დაჟინებით, ერთგულები უნდა ვიყოთ ამ პრინციპებისა და
და უნდა შევეცადოთ და ზუსტად ხშირად იმ დახურული კარების ნგრევასაც, რომელიც ჩვენ გვხვდება წინაღობების ნგრევას, გადალახვას, მაგრამ კიდევ ეს არ არის მხოლოდ სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული, ეს არის იმ შიდა რეფორმებზე და იმ ტეზზე, რომელსაც გადის ქართული საზოგადოება დღეს და იმ დემოკრატიის ხარისზე, სამართლებრივ ხარისზე, ეკონომიკის ხარისზე, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა საერთოდ ქვეყნის სამ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაერთიანებისთვის, როგორც არის ნატო, ასევე ევროკავშირი. და კიდევ ერთ თემას, რომელსაც მინდა რომ აუცილებლად შევეხოთ, ეს არის ნატოს წევრი არის თურქეთი, თუმცა დღეს დილითაც მოხდა დარბევა, გვახსოვს Taksim Square-ზე მიმდინარე პროცესები, რა ხდება თურქეთში რადიო მსმენელს რომ მოუყვეთ, რატო დაიწყო ეს პროცესები და რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამას? საერთოდ თურქეთში თურქული სოლიდარობა, სოფლიოს აჩვენას ძალიან გამოუგნებელი ფოტოები გავრცელდა განსაკუთრებით ახ ფოტოების დონეზე რომ თურქეთი არის თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი საკმაოდ აქტიური მონაწილე და საერთოდ თურქული საზოგადოება თქვენ ვისაც ქონიათ საშუალება მოხვედრილი ყოფას სტამბოლში ან თუნდაც ანკარაში ან დედაქალაქებში, ცენტრალურ ქალაქებში, თქვენ ეს არის სუფთა ევროპული ქალაქი, ახალგაზრდობით, აქტიური ახალგაზრდობით და ყოველთვის აქტიური იყო საზოგადოების თანამონაწილეობა ქვეყნის ცხოვრებაში. მე ვიტყოდი რომ თურქეთში მიმდინარე მოვლენები ეს არის გამოძახილი არა მხოლოდ მართლაც საიდანაც დაიწყო ეს პრობლემა რაღაც პარკის გაშენება ტაქსიმის სკვერზე რაღაც პარკის გაშენება ეს იყო მხოლოდ რაღაც მუხუდოს მარცვალი ამ დიდ პრობლემაში მე ვიტყოდი რომ თურქეთში ხდებოდა საკუთარ პოლიტიკური მრწამსის რეორგანიზაცია შეიძლება ითქვას მიუხედავად იმისა რომ ერდოგანი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლიდერი თურქეთის ისტორიაში ჩვენ გვახსოვს ერდოგანის მოსვლით რა თურქეთი იყო ჩვენი მეზობელი და ვიცით ეკონომიურად რა მდგომარეობა იყო თურქეთში და ვიცით დღეს თურქეთი არის ერთ-ერთი ათეულში ეკონომიკური წინსვლით თურქეთი არის გეოპოლიტიკური ლიდერი შეიძლება ვთქვათ რეგიონში და რეალურად დღეს მსოფლიოში არ წყდება არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გეოპოლიტიკური საკითხი ის იქნება სამხედრო ოპერაცია ის იქნება მშვიდობის ყოფილება ის იქნება ეკონომიკური ფორუმები სადაც თურქეთი არ არის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო ჩვენ ვერ გამოვიწყოთ განწყობა ესეთი განწყობა რამ გამოიწვია განსაკუთრებით მე ვიტყოდი რომ მაინც მიუხედავად ამ წარმატებებისა როგორც მე არ ვიტყოდი რომ ეს არის ჩემი აზრი როგორც თურქული პრესის მიმოხილვისას საერთოდ საერთაშორისო ექსპერტების მიმოხილვისას ყველა ხშირად გამოყოფს რომ თურქეთში დაიწყო პროისლამიზაცია და რატომღაც საზოგადოების თანამედროვე ნაწილს მიაჩნია რომ ეს პოლიტიკა არის ათათურქის პოლიტიკისგან განსხვავებით. თქვენ მოგეხსენებათ რომ ათათურქის ხელისუფლებას ათათურქის რეფორმების შემდეგ ქვეყანაში საერო ხელისუფლების აი სვეტსკაია ჟიზ რო იტყვიან ამის გარანტორი იყო თურქული ჯარი. და რამდენად საოცარი არ უნდა იყოს თურქული ჯარი ყოველთვის იყო სადარაჯოზე დემოკრატიის და თურქული როგორც სახალხო საერო სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. მოგეხსენებათ რომ იქ არაბული ენა გამოვიდა, არაბული დამწერლობა შეიცვალა ათათურქის პერიოდში და საფუძველი ჩაეყარა თურქეთში დემოკრატიულ მმართველობას. და არა ისლამისტურ როგორც ჩვენს ყველა მეზობელ ქვეყნებში ისლამისტური რელიგიური მმართველობა არ იყო თურქეთში. უბრალოდ მე ვფიქრობ რომ ახალგაზრდობის პროტესტი ზუსტად მიუხედავად იმისა რომ რაღაც ეკოლოგიური თემიდან დაიწყო ზუსტად არის იმაზე რომ აი მე როგორც წავიკითხე არ ვიცი რაღაც იყო ასეთი სტატიები რომ თურქეთში იგრძელებოდა საჯარო ადგილებში ახალგაზრდებს შორის რაღაც თავისი სასიყვარულო გზნობების ალკოჰოლის აკრძალვა რაღაც იქ რაღაც კოცნა ხვევნა და რაღაც ასეთი რაღაცები იყო რომელიც თურქული საზოგადოებისთვის იყო მიუღებელი და ზუსტად ეს პროტესტიც ამან გამოიწვია. არა ეს მოსალოდნელი იყო სხვათა შორის სამი თვის წინ სოციოლოგიური გამოკითხვა ჩატარდა თურქეთში სტამბოლი და ანკარა იყო ძირითადად მითითებული სხვა პროვინციები ნაკლებად ამ სოციოლოგიური გამოკითხვის და აღმოჩნდა რომ სადღაც 23%-იანი კლება აქვს ერდოგანს. ეს პროცესი ძალიან დიდი ხანია იწყებოდა მე გეტყვით მაგალითად გასულ წელს მოხდა სასწაული რაღაცა თურქეთში გამოვიდა სერიალი რომელიც გერმანიაში არის გადაღებული გერმანიაში მცხოვრები ეთნიკური თურქების მიერ ეს სერიალი ეხებოდა სულეიმან დიც ეს არის სულთანი რომელმაც აი დაიპყრო უნგრეთი და ეს ვენამდე რო ირბინა მოკლედ უხეშად რო ვთქვათ და აქ ერდოგანის ყველაზე უცნაური რაც იყო ერდოგანის უკმაყოფილება გამოიწვია იმან რომ აი ამ სერიალში არის ძალიან ღია სცენები და ვთქვათ იუკადრისას რომ ეს ისლამს გარკვეულწილად არეგებისო და გარკვეულწილად პროდიუსერი დასაჯა იქ რაღაც ტელევიზიას აუგზავნა ამ სერიალის. ამიტომ ესეთი შემთხვევები, ესეთ პრეცედენტები თურქეთში ძალიან დიდი იყო. თურქეთში მოხდა რა განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში. თურქულმა ეკონომიკამ და გეოპოლიტიკურმა ზრდამ და სხვათა შორის ამაში ძალიან შეუწყო ხელი ევროკავშირმა რომ უარი უთხრა მიღებაზე
და ეს ჩვენთვისაც იყო ძალიან სამწუხარო რაღაცა. გარკვეულწილად თურქეთს გაუჩნდა ამ პოლიტიკურ წრეებში გაჩნდა სურვილი, რომ რაღაცა გრავიტაციის ახალი ძალა შეიქმნას თურქეთის სახით რეგიონში. ამისთვის ჭირდება რაღაცა იდეოლოგია. ის პანთურქიზმი, რომელიც იყო, თქვა, ათათურქამდე და ათათურქის პერიოდში, ეს იყო ენობრივი ხასიათის. ანუ ძირითადად მაგალითად კავკასიის რეგიონში აზერბაიჯანთან დაკავშირებით შეიძლება იმუშაოს ამა, მაგრამ საქართველოზე ვერ იმუშავებს, სომხეთზე ვერ იმუშავებს. აზიის, შუა აზიის, აი ქალბატონები რო არის ყაზახეთიდან ჩამოსული ძველი პროფესიის, აი ამ მაგათ ქვეყანაზე მუშაობს ეს პანთურქული, ესე რომ თქვა, პოლიტიკა. ამიტომ ამათ დაუდვეს ისლამის საფუძვლად და ამ ისლამის ეგიდით დაიწყეს შესვლა სხვათა შორის ევროპელები დიდი ხანია უკვე ძალიან შიშობენ 2 წელია მთლიანად ასე ვთქვათ არ არსებობს ევროპული გამოცემა რომელიც ამაზე არ წერდეს წარმოუდგენელი რაღაცეები ხდება იუგოსლავიის ყოფილ ქვეყნებში მაგალითად ალბანეთში საოცარი ფინანსები შედის თურქეთიდან სადაც შენდება მუდმივად სხვათა შორის ეს მეჩეთები ამიტომ ეს არ არის ესე ვთქვათ ახალი პრობლემა რაც თურქეთი არის ძალიან საინტერესო რა იცით რა არის რომ განსხვავებით ახლა ძველი ქვეყნებისაგან თურქეთი იოლად ღებულობს პროგრესს და რატომ აი რატო ჭირს ვთქვათ საქართველოში სიახლეების ასე ვთქვათ მიღება და რატო არის რომ ქართველები ცოტა გარკვეული შიშით უყურებთ იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერი რომელიც აი ამ ადგილზე გარკვეულ კულტურას ქმნიდა ხო თურქეთი არის ერი რომელიც მივიდა რომელსაც დახვდა კულტურა უკვე შექმნილი და მას არ ეშინია ახალი ცივილიზაციის მიღების ამიტომ აი ეს არის პრობლემა და ყველაზე დიდი პრობლემა ყველაზე საოცარი იყო თურქული სოლიდარობა იმიტომ რომ ზუსტად 1 თუ 2 საათში თურქეთის დაახლოებით 10-მდე ქალაქში ერთდროულად დაიწყო. არა, ეს არ უნდა გვიკვირდეს, აქ საოცარი რა არის, იცით, აქ არის მასის ფსიქოლოგიაზე. ეს არის პოლიტიკური, ხო? ეს იყო უბრალოდ საზოგადოების გაწვა. ჩვენთან შეუძლებელია მსგავსი რამ მოხდეს. ძალიან პატარა ვერ გათვლი. აი ხა ამბობენ, მაგალითად ფსიქოლოგები ამ მიმართულებით ძალიან კარგად ვიცი, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ არის ჭკვიანი მასაო, ანუ მასა, რომელიც რაღაც ღირებულებაზე იკრიბება და ეს ხდება 1 თვის განმავლობაში, შეიძლება 1 საათის. ეს არის სიტუაცია, ისეთი სიტუაცია შექმნა ერდოგანმა ქვეყანაში, რომ აი როგორც სააკაშვილის შემთხვევაში იყო, უცბად რომ რაღაცა ტალღა წამოვიდოდა, ხო, აგრესიის, მაგრამ მანამდე იყო რაღაც საფუძვლები ქონდა, ხო, იმიტომ რომ ეს არის პრუჟინის მეთოდი, უკვე რაც დაიწყო, რომ მიაწვევი, მოგაწვება დაახლოებით სამბარის ბოდიში. სამბარის მეთოდი. საერთოდ თანამედროვე სოციუმში დღეს ყველანაირი პოლიტიკური წრეებს თუ გადავხედათ ევროპაში და არა მხოლოდ ევროპულ ქვეყნებში საერთოდ 10 წელზე მეტი 7-8 წელზე მეტი როდესაც ხელისუფლებაში ხარ ყოველთვის ხდება ხალხის დამოკიდებულებას რაღაც რაც არ უნდა წარმატებული ხელისუფალი იყო ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ სიახლე ერდოგანი ვიცით რომ ბოლო 10 წლეული არის პრემიერ-მინისტრის რანგში საერთოდ იყო მოლოდინი რომ საერთოდ ერდოგანი საერთოდ გახდებოდა ქვეყნის როგორც ისეთი მართველი პრეზიდენტი და რა თქმა უნდა ამ შიშებმა ზუსტად ხალხის რომ შეიძლება ამ რეფორმებს კვლავ გამოიწვია ერდოგანის უსასრულოდ ყოფნა ხელისუფლებაში რაც არ უნდა მიუხედავად იმ ბევრი რეფორმებისა დამსახურებისა მაინც გამოიწვია კრიტიკის ქარცეცხლი პროტესტი რათა არ გაგრძელებულიყო ეს პროცესები უკიდეგანოთ ძალიან საინტერესო თემა არის, ძალიან ბევრი არის ამ თემასთან დაკავშირებით სათქმელი, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი საეთრო დრო დასასრულს მივუახლოვდა. თქვენთვის პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი ტატო ცეცხლაძე, პოლიტოლოგი ნინო ჩხეტია და ხმის ოპერატორი ინგან არჩემაშვილი მუშაობდა სტუდიაში კითხვებს ირაკლი თავართკილაძე პასუხობდა. მადლობა ბატონო ირაკლი რომ მობრძანდით დღეს ჩვენს ეთერში. გებშვიდობებით მომდევნო ეთერამდე.